ჩვენ ველოდებით აქციის მონაწილეები როდის დაიწყებენ მსვლელობას თავისუფალი უნივერსიტეტის ტერიტორიიდან, როგორც თქვენ ხედავთ, ისინი კამპუსის ეზოში იმყოფებიან, ჯერჯერობით ჩვენთვის ზუსტი დრო არის უცნობი, როდის რა მიმართულებით დაიწყებენ. აქ ხედავთ უკვე პოლიციის წარმომადგენლებს, საპატრულო კრიმინალური პოლიცია, ასევე ხედავთ ზვიად ხარეზიშვილის ავტომობილსაც, ის რამდენიმე წუთის წინ მოვიდა აქ ტერიტორიაზე და ხედავთ სხვადასხვა შენაერთს. თუ კი ექნება სურვილი მას ბუნებრივია ვეცდები გავესაუბრო. ბატონო ზვიად, გამარჯობა, ბოდიშკი ხდით, ტელეკომპანია ფორმულა თუ შეიძლება რამდენიმე კითხვაზე რომ კარსურს პასუხის გაცემა. კი ბატონო, ვეცდები ქალაქის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლს გოგა მემანიშვილს ხედავ, რომელსაც ვკითხავ რამდენიმე კითხვას. ბატონო გოგა, მოგესალმებით, თუ შეიძლება კითხავთ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით იმ ღონისძიებაზე, რომელსაც თქვათ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ატარებთ, მობილიზება არის მთლიან დიღმის მასივში, რა არის მოწოდება და ესე ვთქვათ ძალებზეც რო გვესაუბროთ, რამდენი შენაერთია ან ვთქვათ ეს საპოლიციო ძალები განაწილებულია ძირითადად ორ ლოკაციაზე, სადაც მოგეხსენებათ დაანონსებული იყო საპროტესტო აქცია. რადგან დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და მოუწოდოთ აქციის მონაწილეებს, როგორც ვიცით, აპირებდნენ დაანონსეს, რომ გადაეკეტათ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა, მოგეხსენებათ აღნიშნული უკვე შესულია ესე ვთქვათ სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში, შესაბამისად სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება და შედია სისხლისამართლის კოდექსის 222 მუხლით. ამ ყველაფერს აუხსნით, განმარტებას მივცემთ აქციის მონაწილეებს, აქციის ორგანიზატორებს. შემდეგ უკვე დაველოდებით მოვლენების განვითარებას. თუ დაგვემორჩილებიან და მსვლელობა ექნებათ უბრალოდ გზის სავალი ნაწილის კონკრეტულ ესე ვთქვათ მონაკვეთში, ჩვენ თვითონ დავეხმარებით ამ მსვლელობას. თუ არ დაგვემორჩილებიან და დაკეტავენ, შეეცდებიან გზის სავალი ნაწილის ესე ვთქვათ გადაკეტვას, ვიმოქმედებთ კანონის გარკვეულ პერიმეტრს დაუთმობთ, როგორც რა თქმა უნდა, რამოდენიმე ზოლს შეუძლია, თუ რა თქმა უნდა, მათი სურვილი იქნება და მსვლელობა თუ ექნებათ. მე ჯერ არ ვარ გარკვეული ვითარებაში, რასაპირებდი. ერთ დავაზუსტებ, თუ შეიძლება აი ამ კანონის ამოქმედების შემდგომ სხვადასხვა შეფასება მოყვა, მათ შორის იყო ერთ-ერთი, რომ თითქოს ეს მოქმედებს 15 დღის შემდგომ. აი რო განგვიმარტოთ ეს, ანუ დღეიდანვე უკვე სისხლისამართლე. მოვისმინე აღნიშნული, მეც მოვისმინე, არ შეესაბამება სიმართლეს, კანონი უკვე ძალაშია და შესაბამისად მოქმედებთ კანონის შესაბამისად. კი ბატონო, მადლობა. ასეთია ოფიციალური პოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროში. გოგა მემანიშვილს ვესაუბრებოდით, რაც შეეხება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს არ უსაუბრია ჯერჯერობით ჩვენთან მედიისთვის. ზედა მხარეს არიან უკვე აქციის მონაწილეები შეკრებილი, რომლებიც არ ვიცით მსვლელობას რამდენ ხანში დაიწყებენ, თუმცა თავის მხრივ აცხადებენ, რომ ისინი არ ცვლიან გეგმებს და აუცილებლად მიიღებენ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას. ისინი გადაინაცვლებენ ფეხი და შეუერთდებიან მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან უკვე თბილისი-მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის გასასვლელთან, თუმცა როგორც გვაქვს გეგმება ასევე შემოსასვლელის გადაკეტვაც. ხედავთ, რომ ნაწილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების არის სწორედ შემოსასვლელში, ეს არის ცენტრალური კრიმინალური პოლიცია, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან რამდენიმე ესე ვთქვათ პერიმეტრზე განლაგებული, ისევე როგორც ამ კონკრეტულ ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები შეიძლება ვთქვათ, რომ დგანან მთლიანად აღმაშენებლის თხემის ტერიტორიაზე, სადაც ასე ვთქვათ, ყოველ 10 მეტრში ერთხელ იმყოფება ქვეითად მოსიარულე საპატრულო პოლიცია, ასევე ავტომობილები. რაც შეეხება გზის სავალ ნაწილს, ვეცდები გადავინაცვლოთ და წინა ტერიტორიაზე გაჩვენოთ არსებული ვითარება, თუ ვთქვათ, რა მდგომარეობა, აქაც ჩვენ ხედავთ მთლიანად წარმომადგენლებს, მათ შორის არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, თუმცა ეს არ არის რობოკოპების ჯგუფი. ყოველი შემთხვევაში ჩვენ აქ არ დაგვინახავს, თქვენ ნახეთ კიდეც ასე ვთქვათ ხელმძღვანელი საბა სთან ერთად მუშაობს, აბა თუ არის შესაძლებელი ნახოთ აი მთლიან ჩამწკრივებაზე ახლა აქ დგანან სწორედ პოლიციელები, რომლებიც ასე ვთქვათ უკვე 1 საათზე მეტია აი ამ ასე მწყობში დგანან ამ მონაკვეთზე, ისევე როგორც შუამავალ პერიმეტრზეც, ანუ გზის დამაკავშირებელ ასე ვთქვათ მოძრაობას აქაც ხედავთ ვთქვათ პოლიციის წარმომადგენლებს, საპატრულო პოლიცია და უკვე გზის მეორე მხარეს, მოპირდაპირ მხარეს მივხედავ ასევე კრიმინალურ პოლიციას. როგორც ჩანს, პოლიციაც ამ კონკრეტულ ლოკაციაზე გულისხმობ თავისუფალ უნივერსიტეტს არის ახლა ისინი ელოდებიან თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ აქციის მონაწილეები, როგორ გაგრძელდება მსვლელობა, საიდან შეუერთდებიან. თქვენ მოისმინეთ კიდეც გოგა მემანიშვილის განმარტება, რომ ის გარკვეულ პერიმეტრს
შეუძლიათ რომ დაუთმონ, თუმცა არ მიეცემათ შესაძლებლობა იმის რომ პიკეტი მოახდინონ გზის. ასევე მან დააზუსტა რო კანონი რომელიც ამოქმედებულია უკვე და 31 იანვრიდან მიიღეს გადაწყვეტილება, ეს კანონი უკვე არის ძალაში შესული და შესაბამისად თუ კი დღეს მოხდება აქციის მონაწილეთა დაკავება, მათზე უკვე დაიწყება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის, სისხლის სამართლებრივი მიმართულებით დევნა. თავად აქციის მონაწილეებს როგორც გითხარით, ისინი კვლავ არიან შეკრებილი, ჩვენც მედიის წარმომადგენლებიც ბუნებრივია ველოდებით იმას თუ აქციის მონაწილეები რა მიმართულებით საერთოდ ასე ვთქვათ, როგორ შეუერთდებიან თანამოაზრეებს, რომლებიც იკრიბებიან თბილისის მოლის ტერიტორიაზე. მე შეგახსენებთ, რომ დღეს არის დაანონსებული იყო უფრო სწორად გზის გადაკეტვა და ასე ვთქვათ, იკრიბებიან ამ შემთხვევაში აქციის მონაწილეებიც ისევე როგორც ტერიტორიაზე მატულობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლების ასე ვთქვათ მოქმედება. არ ვიცით პოლიცია თუ არ ვწდები ადის აქციის მონაწილეებთან, სავარაუდოა რომ უნდა შეატყობინოს ბოდიშით მას ის რაც ვთქვათ წეღან გვითხრეს აქციის მონაწილეებით დაიძრნენ. სავარაუდოა რომ იქნება გამაფრთხილებელი მოწოდება, როგორც გზა არ უნდა გადაიკეტოს, ეს იქნება ასე ვთქვათ მოწოდება. ახლა ან ფაქტობრივად ის კომენტარი რომელიც მოსმინა მაყურებელმა ახლა გააცნობენ აქციის მონაწილეებს, საინტერესოა თავად მსვლელობის მონაწილეები რა პოზიციას მიიღებენ. ხედავთ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, საპატრულო პოლიცია გააცნობს მათ ამ გადაწყვეტილებას და გოგა მემანიშვილი ესაუბრება უკვე ერთ-ერთ აქტივისტს. ფილისიმოვთან თუ გადადიხართ მიწისქვეშა გადასასვლელი შეიძლება დავძანოთ, გზის სავალნათზე არ გადახვიდეთ, გზის ბლოკირება არ მოახდინეთ. იცით ალბათ და მაგასთან დაკავშირებით შეგასაწყობია განცხადება გაკეთებულია. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, აღნიშნული არის დაჯადიქმედება შესაბამისად თუ მოწოდებას არ დაემორჩილებით, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად. თუ გზის სავალ ნაწილზე ამ მიმართულებით აპირებს წასვლას, ეგეც ინფორმაცია მოვაწოდეთ, შესაბამისად დაგეხმარებით. თუ მიწისქვეშა გადასასვლელით ისარგებლეთ და იმ მიმართულებით მიბრძანდებით, იქაც დაგეხმარებით. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გზის სავალ ნაწილის ბლოკირება არის დაუშვებელი და მოგიწოდეთ რომ არ დაკეტოთ. გზის სავალ ნაწილის გადაადგილება, რადიო თავისუფლების გზის სავალი ნაწილის ბლოკირება დაუშვებელია, შესაბამისად რამონდენიმე უსმენდით გოგა მემანიშვილს, რომელმაც გააცნო ახლა აქციის მონაწილეებს, ბოდიშკი ხდით თქვენს ის პოზიცია, რომელიც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ვეცდები რომ ახლა აქციის მონაწილეებთან გავისაუბრო, მათი პოზიციაც მნიშვნელოვანია ბოდიშის. შეგიძლიათ გითხრათ თქვენი პოზიცია ამ შემთხვევაში არ გვესმის. თქვენი პოზიცია თქვენ გესაუბრათ ახლა პოლიციის წარმომადგენელი რა გეგმა გაქვთ? კი ბატონო, გეგმას მივყვებით და როგორც დაგეგმილი იყო და რაც ვაპირებდით, იმას გავაკეთებთ რა თქმა უნდა. კი ბატონო, მადლობა. ასეთია ქართულზე არსებული რითმა. ვეცდები ხა ისევ მოგესმენთ გოგა მემანიშვილი. პარტიაზე და ამ ვითარებაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. რა თქმა უნდა, პოლიციელები არიან, შესაბამისად პოლიციელები არიან და შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებით. კი ბატონო, მადლობა. ვეცდები გავესაუბრო ახლა აქციის მონაწილეებს, უკვე მოვისმინეთ ოფიციალური კომენტარი. ბოდიშკი ხდით, ვეცდები რომ გადავიწიო. როგორც ჩანს, ფეხით მსვლელობა იქნება, დაიძრნენ აქციის მონაწილეები, სავარაუდოა რომ ისინი ამ შემთხვევაში გზას არ გადაკეტავენ, როგორც მივხვდი და ასე ვთქვათ, წინასწარი მონახაზი აქვს, სავარაუდოდ ისინი მათ გაყვებათ საპატრულო პოლიცია. აი ხედავთ, მიდიან უკვე აქციის მონაწილეები, დაწყებული არის მსვლელობა. სკანდირებენ საქართველოში. საინტერესო არა, გზაც აირჩევენ ახლა აქციის მონაწილეები, რომელი მხრიდან წავლენ და გზაში ასე ვთქვათ წინააღმდეგობა შეხვდებათ თუ არა.